საღამო მშვიდობის სატელეკომპანია ბორჯომის ეთერშია საინფორმაციო პროგრამა დღის ქრონიკა. ახალ ამბებს ჩემს კოლეგებთან ერთად მე ნინო ვარდაპეტიანი გაგაცნობთ. ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის N-პარტის მხარდაჭერით ბორჯომში სასწავლო ტური მოეწყო. ადგილობრივი თვითმმართველობის, კერძო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ეგრეთ წოდებული ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ლაგების საქმიანობას გაეცნენ. სასწავლო ტურის ფარგლებში მათ ასევე მოინახულეს ევროკავშირისა და მერსი კორპსის ხელშეწყობით განხორციელებული მცირე ინიციატივები, რომლებიც სოფლის განვითარებას ემსახურება. ლაგოდეხი, ყაზბეგი და ბორჯომი საქართველოს პირველი მუნიციპალიტეტებია, სადაც ამოქმედდა ადგილობრივი განვითარების ჯგუფები. მსგავსი ჯგუფები ევროკავშირის მხარდაჭერით 2017 წელს კიდევ 5 მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდება. Ფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა დღეს ბორჯომის განვითარების ჯგუფმა, ეგრეთ წოდებულმა ლაგმა. წარმოადგინა თავისი სტრუქტურა, თავისი ხედვები, გაუზიარა გამოცდილება აგდამსწრეს სტუმრებს და წარმოადგინა ის 28 პროექტი, რომელიც შერჩეული იყო საგრანტო კონკურსის ფარგლებში. ამ ეტაპზე 14 ქვეპროექტთან მოწერილია საგრანტო ხელშეკრულება. იგეგმება მომავალში განარჩენი 14-ის საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერა და განხორციელება. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ბორჯომის მუნიციპალიტეტთან ერთად ვახორციელებთ 7 პროექტს. ჩვენ გუშინ და დღეს მოვინახულეთ რამოდენიმე ასეთი საპილოტო პროექტი ბაკურიანში და წაღვერში და ძალიან საინტერესო შედეგებით ვბრუნდებით. თბილისში დაფინანსებულია პროექტები, რომლებიც აშკარად შეუწყობს ხელს ბორჯომის მუნიციპალიტეტის განვითარებას. ვიცით, რომ ჩვენი ერთ დღეს თქვა ევროკავშირის დაფინანსება ამ კუთხით შეწყდება, მუდმივად არ იქნება და სწორედ უნდა მოვემზადოთ იმ პერიოდისთვის და გქონდეს ჩამოყალიბებული გეგმა, თუ როგორ შეუწყოთ ხელი ამ სამოქმედო ჯგუფების მდგრადობას და მათ ეფექტურ საქმიანობას სამომავლოდ. ხიდი, რომელსაც 1 წლის წინ სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, დღეს კვლავ განახლებას საჭიროებს. სილამაზის ხიდის ფეხით სავალი ნაწილი დაზიანებულია, რაც გადაადგილების დროს მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი მოადგილეს პირობის შესრულებას და ადგილობრივების უსაფრთხოების მიზნით ხიდზე მანიშნებლების განთავსებას თხოვს. დავით როკეტიშვილი გამგებლისა და მისი მოადგილის საზღვარგარეთ ვიზიტსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ ხიდზე ამ ქალაქში არავინ ზრუნავს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი სილამაზის ხიდის დაზიანებულ ფეხით სავალ ნაწილზე მანიშნებლების განთავსებას ითხოვს. დავით როკეტიშვილის განცხადებით, გამგებლის მოადგილე ანზორ სვანიძე მოსახლეობას სატელევიზიო სიუჟეტში საუბრისას შეპირდა, რომ ხიდის შეკეთებამდე ადგილობრივების უსაფრთხოების მიზნით ხიდზე მანიშნებლებს განათავსებდა. საშიშროება არის. 2 კვირის წინ კიდე ერთი ქალბატონი ჩავარდა, მაგის გვარდასახელი მინდა გავიგო, სასწრაფოში წაიყვანეს. ფეხი იღრძო. ნიშნები უნდა დაიყენათ, რომ ხალხმა იცოდეს, რომ ჩამწრეულია ხიდი. დღევანდელ დღემდე კაციშვილი პატრონი არ არის. როგორც იტყვილებოდნენ, ისეც მოიტყვილეს. მეგონი გააქვთ ეს სიუჟეტები, როგორც შეპირდა მოქალაქეებს, რომ დააყენებდა ნიშნებს. ეს მანიშნებლები, რა თქმა უნდა, უბრალოდ ცელოფნის პარკებს ვერ გადავაკრავდით. უახლოეს დღეებში, რა თქმა უნდა, მოხდება ამის განთავსება. გარდა ამისა, იმ პერიოდში, სანამ ეს სიუჟეტი ჩაიწერა, იყო კიდევ სასამართლო პროცესი და მე ვიმედოვნებ, რომ მანიშნებლების გათავსება და თქვათ იმის რეაბილიტაცია ძალიან ახლო მომავალში მოხდება. დავით როკეტიშვილი გამგებლისა და მისი მოადგილის საზღვარგარეთ ვიზიტსაც ეხმაურება. გაფრენილები არიან გამგებელის და თავის მოადგილეს ლატვიაში. რასაკეთებენ იქ, როცა ასეთი სახიფათო ჩამწრეული ხიდი არის, არც ნიშანი არ ადგას, არც გაკეთებული არ არის არაფერი და ესენი გულაობენ ლატვიაში. რისთვის წავიდნენ იქ, რასაკეთებენ, რა მოაქვთ იქიდან და რა მიაქვთ იქითკენ. ვინმე ყოვნა იყო ჩვენი პატრონი ამ ქალაქში, რომ ბავშვი არ ჩავარდეს. ხალხზე არავინ არ ზრუნავს ამ ქალაქში. შეხედეთ რა დღეშია ქალაქი. რაც შეეხება ჩვენს ლატვიაში, ქალაქ მადუნაში ვიზის ბატონ დავით და ზოგადად ვისაც აინტერესებს მოვახსენებ, რომ მოვალეობის შემსრულებელი ჩემის და ბატონ დიმიტრისის და ვინც აქ არ იყოფებოდა, ყველას მოვალეობის შემსრულებელი ადგილზე იყო, მთლიანად სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა ძალიან მშვიდ და ნორმალურ ვითარებაში და რაც შეეხება თვითონ ვიზიტის მიზანს, უახლოეს მომავალში, იგივე თქვენი შესასვლელებით თუნდაც თუნდაც გაზეთისგან ჩვენი Facebook-ის ოფიციალური გვერდის საშუალებით გახდება ცნობილი, რაზე ვიყავით ქალაქ მადონაში, რომელიც ჩვენთან დამეგობრებულია 2003 წლიდან. საქმიანი ვიზიტით ბრძანდება. რა თქმა უნდა, საქმიანი ვიზიტით.
როგორ დავიცვათ მიუსაფარი ბავშვები ავტოსაგზაო შემთხვევებისგან ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის ახალ პროექტს იწყებს. ირაკლი იზორიას თქმით 2016 წელს ავარიისას 1000-ზე მეტი ბავშვი დაშავდა, ხოლო 17 დაიღუპა. უცნობია რამდენი იყო მათ შორის მიუსაფარი. იზორიას განცხადებით რისკების შემცირების მიზნით ფონდი ახალ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც მიუსაფარი ბავშვებისთვის საინფორმაციო ბუკლეტები დამზადდება. მათ ასევე გადაეცემათ ამრეკლის სამკლაურები, რაც მცხოვრებს ღამის პერიოდში მათი დროული დანახვის საშუალებას მისცემს. პროექტს ფონდი იუნისეფისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს. შესაუბრებში და სხვადასხვა შეხვედრებიდან ჩვენი დაკვირვებით გამოიკვეთა, რომ ეს ბავშვები წარმოადგენენ რისკის ჯგუფებს ქუჩებში გადაადგილების დროს. უკვე ორგანიზაციამ რამდენიმე კვირა დაიწყო მუშაობა ამ ბავშვებთან და სპეციალური ტესტები შევადგინეთ, კითხვარები და გავიგეთ, რამდენად ესმით მათ ქუჩაში გადაადგილების წესები, ინფორმირებულობა რამდენად აქვთ ამ კუთხით. თუმცა სამწუხაროდ აღმოვაჩინეთ, რომ მიუხედავად ბევრი მიწოდებული მასალისა, მაინც ამ ბავშვებს ჭირდებათ სპეციალური ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება, რომ ისინი არ გახდნენ ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილენი. ჩვენი ორგანიზაცია ამ პროექტის ფარგლებში კვლევის ეტაპის დასრულების შემდგომ მოამზადებს სპეციალურ სასწავლო მასალებს, საინფორმაციო მასალებს. ჩვენ ეს სტუდენტიდან უნდა ჩამოვიტანოთ ამრეკლის საშუალებები, ეს არის სამკლაურები, რომელიც დაურიგდებათ ამ ბავშვებს და საშუალებას მისცემს 300 მეტრიდან მძღოლისთვის ეს ბავშვები ღამე ქუჩაში ან საღამო საათებში ხილულები იყვნენ. რეგიონული ტელემედია სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ერთის მხრივ ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო შემცირებულმა შემოსავლებმა და მეორეს მხრივ ეროვნული ტელემედიების გაერთიანებამ, რის შედეგადაც საერთო გაყიდვების სახლი შეიქმნა. ამ სახლის მიღმა დარჩენილი მაუწყებლები მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. დეტალები ნახეთ სიუჟეტში. რეგიონული ტელემედია სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ერთის მხრივ ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო შემცირებულმა შემოსავლებმა და მეორე მხრივ ეროვნული ტელემედიების გაერთიანებამ, რის შედეგადაც საერთო გაყიდვების სახლი შექმნა. ამ სახლის მიღმა დარჩენილი მაუწყებლები მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. ტელეკომპანია ბორჯომის დირექტორი ტრისტან ცუცკრიძე ფიქრობს, რომ ვითარების ამ დინამიკით გაგრძელების შემთხვევაში რეგიონული ტელევიზიების პროგრამირება გახდება უინტერესო. კომპანია ვეღარ შეძლებს ახალი ამბების მომზადებას, რაც საბოლოოდ, როგორც რეგიონულ მედიას, ასევე საზოგადოებას დააზარალებს. ადგილობრივი რეგიონალური ტელევიზიები ვეღარ ხერხებენ კონტენტის საინტერესო და კონკურენტუნარიანი კონტენტის შექმნას და განვითარებას. წირმა ფინანსურმა რესურსებმა ასევე საფრთხის წინაშე დააყენა ახალი ამბების წარმოება, ხარისხიანი ახალი ამბების წარმოება და ფიქრობ გამოსავალი არის იმაში, რომ გაერთიანებული ძალებით მოხდეს გაყიდვების ორგანიზება და ასევე საერთო პროგრამირებისა და საერთო სამაუწყებლო ბადის შემუშავება. ტელეკომპანია ბორჯომის ხელმძღვანელის აზრით, ვითარების ნაწილობრივ გაუმჯობესება შესაძლებელია ერთიანი პროგრამირებითა და გაყიდვებით. ტრისტან ცუცკრიძის პოზიციას ეთანხმება სარეკლამო კომპანია რეგიონ მედია მარკეტის ხელმძღვანელი. ეროვნული ვალუტის გაუფასურებასა და არამდგრად ბიზნეს გარემოს ლევან ალექსიშვილის აზრით, ის საკანონმდებლო რეგულაციები ემატება, რომელიც კიდევ უფრო ართულებს რეგიონული ტელეკომპანიების ეკონომიკურ მდგომარეობას. თვითონ კომპანიებმაც, ვინც დაინტერესებულია სარეკლამო ბაზით, უნდა გააკეთონ არჩევანი. ბევრი კომპანია ვერ შეძლებს ამ ასე ვთქვათ მოცულობით იმ სარეკლამო დროის ყიდვას, რომელიც დააკმაყოფილებს მათ შესაძლებლობებს, მათ მოთხოვნილებებს, მათ მარკეტინგულ მოთხოვნილებებს და იმ კომპანიებს, რომლებიც უბრალოდ ვერ შეძლებს, უბრალოდ მარკეტინგულად არ უღიათ, ხო? ამხელა თანხის გადახდა, იმ კომპანიებს ჩვენ შევთავაზებთ მცირე ალტერნატიულ პლატფორმებს, რაც ვფიქრობ იქნება მათთვისაც გამოსავალი. რეგიონულ მედიაში შექმნილ პრობლემებს კარგად იცნობს საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილის აზრით, არსებულ ვითარებას იმ ვალდებულებების შესრულებაში ამსუბუქებს, რომელიც ქვეყანამ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების წერილით აიღო. მისივე მტკიცებით, აუდიო-ვიზუალური მედიის დირექტივის მიხედვით, რეგულაციები რეგიონული მედიისთვის გაცილებით უფრო მსუბუქი უნდა იყოს, ვიდრე დღეს არის. ასოციაცია მოითხოვს მოხდეს რეგიონული მედიის ვალდებულებების საკანონმდებლო დონეზე შემსუბუქება.
აღმოჩნდა, რომ ევროდირექტივები, რომელთა იმპლემენტაცია ახლა მიმდინარეობს და დაიწყო 2015 წელს სარეკლამო რეგულაციების მიმართულებით, აჩვენებს, რომ კარნახობს, რომ რეგიონულ მედიასთან მიმართებაში რეგულაციები უნდა იყოს გაცილებით უფრო მსუბუქი, ვიდრე არის დღეს. დღეს კანონი ძალიან მკაცრად უდგება რეგიონულ მედიას, როგორც საავტორო უფლებების კუთხით, ისე სარეკლამო რეგულაციების კუთხით, ისე საგადასახადო კუთხით. და ევროპული კანონმდებლობა და დირექტივები პირდაპირ კარნახობენ საქართველოს მთავრობას, რომ უნდა მოხდეს საკანონმდებლო სივრცის გადახედვა ამ მიმართულებით. რეგიონულ ტელემედიაში სარეკლამო შემოსავლები ყოველწლიურად უფრო და უფრო რომ მცირდება, ამის შესახებ იურისტი ურჩა სეთური საუბრობს. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მკვლევარის აზრით, აუცილებელია რეგიონულმა მედიამ მოახერხოს რეიტინგების დათვლა, რათა შეძლოს თავის გადარჩენა. ჩვენ თუ შევხედავთ ეროვნულ მაუწყებლებს, მათ შორის ისეთებსაც, რომელთა რეიტინგები საკმაოდ დაბალია და შევხედავთ მათ შემოსავლებს, იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონულ მედიას ყავს განსაკუთრებული სეგმენტი მომხმარებლების, ფიქრობთ, რომ რეკლამის განმათავსებლებისთვის საინტერესო უნდა იყოს სწორედ მიმართული აუდიტორიის შერჩევა, ხელმისაწვდომ ფასად, აქედან გამომდინარე მგონია, რომ ამას ეფექტი აუცილებლად ექნება. ლევან ალექსიშვილი, რომელიც რეკლამას ძირითადად რეგიონულ მედიაში ყიდის, აქცენტს NDI-ის ერთ-ერთი ბოლო კვლევის შესახებ აკეთებს და აცხადებს, რომ რეგიონული ტელეკომპანიები და რადიოსადგურები მოსახლეობის ინფორმირების ნაწილში კვლავ რჩებიან რეგიონში ერთ-ერთ მთავარ წყაროდ. კვლევაში აღნიშნულია, რომ მოსახლეობის 47% ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის შესახებ ინფორმაციას რეგიონული არხებიდან იღებს. ახლა ეთერში ამინდის პროგნოზის დროა, გაიგეთ როგორი ამინდი გველის ხვალ და მომდევნო დღეებში. ხვალ 21 თებერვალს ბორჯომში მზედა ღრუბელი იქნება. მინიმალური ტემპერატურა -3, მაქსიმალური კი 5 გრადუსი დაფიქსირდება. დილიდან ღრუბელი იქნება, 10 საათზე 2 გრადუსი სითბო დაფიქსირდება. 5 გრადუსამდე გათბება ჰაერი 13 საათზე. მზე იქნება 16 საათზე, სითბო კვლავ 5 გრადუსი დაფიქსირდება. -3 გრადუსამდე დაიკლებს ტემპერატურა 19 საათზე, -2 გრადუსი დაფიქსირდება 22 საათზე. რაც შეეხება მომდევნო დღეებს, თოვლია მოსალოდნელი 21 თებერვალს, სითბო 5 გრადუსი იქნება. ნალექი შემცირდება 23 თებერვალს, ტემპერატურა 4 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება 24 თებერვალს, ჰაერი 8 გრადუსამდე გათბება. 10 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა 25 თებერვალს. 26 თებერვალს წვიმაა ნავარაუდევი, ტემპერატურა 4 გრადუსამდე დაიკლებს. ასეთი იყო 20 თებერვლის დღის ქრონიკა. ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ტელეკომპანია ბორჯომის ვებ გვერდსა და Facebook-ის გვერდზე. გმადლობთ ყურადღებისთვის, მე ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.